საპროტესტო წრე უკვე შემორტყმულია თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე და ახლა ვხედავთ, რომ სიგნალებით მოქალაქეები მხარდაჭერას უცხადებენ ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქციას, რომელიც შეიძლება რომ ითქვას არის მდუმარე. დღეს აქ სიტყვით გამომსვლელები არ არიან, ადამიანები გამოვიდნენ საპროტესტო ბანერები და საკუთარი სათქმელი სწორედ ფურცლებზე აქვთ დატანილი. ვეცდები რომ კადრში მაქსიმალურად აღიქვათ რა ვითარება ახლა თავისუფლების მოედანზე. პოლიციამ თავად გადაკეტა გზა და მისცა შესაძლებლობა აქციის მონაწილეებს რომ ამ ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ. დღევანდელ აქციას უერთდებიან ასევე სამოქალაქო აქტივისტები, ნინო დათაშვილის კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე აქ იმყოფებიან აქციის დაწყების პირველივე წუთებიდან. ერთ-ერთი არის დეა მეტრეველი, რომელსაც ახლა გავესაუბრებ პირდაპირ ეთერში. ქალბატონო დეა, მოგესალმებით. დღევანდელ აქციაზე მინდა რომ დაგისვათ კითხვა. თქვენი სათქმელი, რომელთაც გამოხვედით, ხედავთ ბანერს, რომელიც გიჭირავთ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი, რაზეც დღეს შორის გამოგზავნილ წერილში ნინო თავადაც საუბრობდა, იყოს უწყლეთი, გრძელდებოდეს და აი ამ პოლიტპატიმრების სახელები სულ ისმოდეს. ჩვენი პოლიტპატიმრები თავისი სიმტკიცით ყოველდღიურად გვაჩვენებენ გმირობის მაგალითებს. ამას ჩვენ ვკითხულობთ მათ წერილებში, ამას ჩვენ ვისმენთ მათ გამოსვლებში. ამიტომაც ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთდეს, ისინი მარტო არ უნდა დავტოვოთ. მათ ეს არ უნდა იგრძნონ. მათი ოჯახის წევრებმა არ უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან რეჟიმის წინაშე პირისპირ დატოვებულები მარტო. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ ნინო დათაშვილის გათავისუფლებას, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. დღეს ეს სიმბოლური აქცია. ამის მანიშნებელია ეს პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი და სანამდე არ გავიმარჯვებთ. ასე რომ თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს. მადლობა. ძალიან დიდი ისმოდა შეძახილები თავისუფლება ნინო დათაშვილს, რაკიღაც დღევანდელი საპროტესტო აქცია სოლიდარობის სწორედ არის ნინო დათაშვილის მხარდამჭერი. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებსაც ხედავთ, რომლებიც არიან მოსული დღევანდელ მხარდამჭერ აქციაზე და საკუთარ აზრს ყოველდღიურად აფიქსირებენ პრინციპში უკვე 250 დღეა. გიორგი ჩიკვაიძის დედა არის ერთ-ერთი, რომელიც მოვიდა დღევანდელ აქციაზე. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, თქვენც აუცილებლად გაგესაუბრებით, გვითხარით თქვენი სათქმელი დღევანდელ დღეს. იცით რა, მე მიმაჩნია რომ ოცნება შევიდა ძალიან სახიფათო ფაზაში. ჩვენ ვიცით შამანაურის ამბავი, ეხლა ეს ახალი ამბავი და მე მინდა გავიხსენო რამოდენიმე თვის წინანდელი ამბავი, ის რაც ირანში მოხდა. ახალგაზრდა სტუდენტმა ქალმა პროტესტი გამოხატა და ის გააქრეს თვალთახედვიდან და აღმოჩნდა რომ მთელი ეს პერიოდი ის იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მე როგორი ნამკურნალები დაუბრუნეს თავის ოჯახს კიდე კაცმა არ იცის. ეს არის ძალიან სახიფათო ფაზა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და იმ ორ ქალბატონს, რომელზეც ახლა არის ლაპარაკი. იმ საფრთხის წინაშე, რომლის წინაშეც დღეს დგას ნინო, რომ გადაიყვანენ იძულებით ფსიქიკურ ექსპერტიზაზე, ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე, აი ამ საშიშროების წინაშე სხვა პატიმრებიც თუ დგანან, როგორ უყურებთ თქვენ პროცესს? შეიძლება მაგალითად თქვენი შვილი იყოს ერთ-ერთი, რომელსაც გადაიყვანენ ასე. ღმერთმა დაიფაროს, რომ მათ ეს შეცდომა სხვებთანაც დაუშვან. ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ უკვე დაშვებული და შეიძლება ამაზე უარესებიც რა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ დღეს ჩვენ აღდგევართ ნინოსთვის, ზიასთვის და ყველა პოლიტპატიმრისთვის. რა თქმა უნდა, ჩემი შვილ გიორგი ჩიკვაიძისთვის, რომელსაც იცით რა მდგომარეობაშია ეს მიჯაჭვული, მაგრამ ეხლა მე ვარ ყველა იმ პოლიტპატიმრის დედა, რომელიც იქ არის და ვარ მეგობარი იმ ადამიანების, რომლებსაც ეხლა ძალიან უჭირდა პერსონალურად ქალბატონ ზიასი და ქალბატონი ნინოსი. მიგულეთ თქვენს მეგობრად. მადლობა. თქვენი სათქმელიც აუცილებლად მინდა რომ მოვისმინოთ, როგორ ხედავთ პროტესტის გაგრძელების საჭიროებას. დღეს ნინოც საუბრობდა მეზე, რომ თუ პროტესტი შეჩერდება, ყველა ადამიანი, ვინც ახლა თავისუფლებაზეა, ან ფსიქიატრიულში, ან ციხეში იქნება. თქვენც ასე უყურებთ ამ პროცესს? პროტესტი იქნება უწყვეტი და მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე დასასრულისკენ მიდის. იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან მართლა, არ ვიცი, რუსული რეჟიმის მეთოდებია უკვე, ეს კომუნისტური დრო, ანუ როგორც როიტყვიან სჯიდნენ ამ ფსიქიატრიული საავადმყოფოებში გადაყვანას, ისეთი მეთოდებით ისჯებიან ახლა ეს ჩვენი პოლიტპატიმრები. მე ხა ძალიან მინდა აი ყველა მოსამართლეს მოუწოდო
მათ შორის ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებმაც ჩაიხედო კოდექსებში და იმითი იმოქმედო და არა იმ მესიჯებით, რომელიც ტელეფონში მოსდის და იღებენ იმ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, რომლებიც ისჯებიან უკანონოდ და მათ რო იტყვიან, რო ვთქვათ, ერთი მოსამართლე ასამართლებს. ამ ქვეყანაში სხვა მოსამართლეები ესენი არიან, რო გითხარით, წეგან მესიჯით მიღებული მოსამართლეები. ესენი დაუყოვნებლივ დაიჯებიან ყველაზე უკაცრესად იმ თავისივე კანონებით, რომლებსაც დღეს არ კითხულობენ ისინი. და ყველა არის ის მოსამართლე ერთი გვარის, ეს არის ივანიშვილი, ერთი გვარის, ის იზა კელენჯერიძე, მე ეს არ მithქვი არასოდეს, ეხლა ვიძახი, იზა კელენჯერიძე. მე მოგიწოდებ, თქვენ რა განაჩენიც გამოუტანეთ ჩემს შვილს და მის მეგობარს უკანონოდ. ეხლა მოუწოდებ კიდე იმ სააპელაციო მოსამართლეებს, ნუ გახდებიან იზა კელენჯერის დესნაირები და მიიღონ ყველამ სწორი გადაწყვეტილებები და მით უმეტეს ეს ზიამოღლობელი დათაშვილი, ეს ორი გოგო რა გაგიხდათ, რეებს აკეთებთ, რა ჩადიხართ მართლა რა. და ეს უნდა ვთქვა, ყველა იმ პოლიციელს მოუწოდებ. პოლიციელი არის ქვეყნის საამაყო მუნდირს, რო ის ადამიანი ჩაიცმევს, ეს უნდა ღირსებით ატაროს. რომლებიც ჩვენი დები, ძმები, აი ჩვენი მამები მიდიოდნენ ტყვიას, გურც უშვერდნენ და ვიღაცას, აი ესე ქალმა ხელი სილა გააწ, ჯერ რატო უნდა დაიმსახურო, რომ ქალმა სილა გაგაწნას, ხო? ღირსება, იმიტომ აუწით და ის როყა ქალმა რო გაარტყა, ის კი არა რომ ეთკინა და რაღაცა ზიანი მიიღო. სირცხვილი აი ამ პოლიციელებს მართლა რა. აი არ ვიცი, ესეთი პოლიცია ჩვენ არ ყოლია არასოდეს. და სირცხვილი მართლა მე მოუწოდებ ყველას რომ დადგნენ აქ და იყვნენ იმ პოლიტპატიმრების გვერდით. მადლობა თქვენ და აი მადლობა სულ ყველას. მადლობა ძალიან დიდი. მე მინდა გკითხოთ, აი ის ფორმები, რასაც ახლა გაადადის მართლმსაჯულება, პროკურატურა, სინდისის პატიმრების წინააღმდეგ, რასაც იყენებს, რაზე მეტყველებს თქვენთვის, აი როგორ უყურებთ ამ პროცესს? ნუაც აი ნინოს ირგვლივ განვითარებული პროცესები, ხო, ფსიქიატრიულში იძულებით გადაყვანა. რაში სჭირდებათ აი ამ სპექტაკლების დადგმა? ხო, ეს არის რაღაც კაბალური მეთოდებით, არ ვიცი რა მიზანს უნდა იმსახურებოს, ალბათ რაღაც დავალებების შესრულება, სადაც არანაირი სამართალი არ არსებობს და ცდილობენ რომ მაქსიმალურად ჩააჭირონ ბოლომდე, ოღონდ რა მიზანს ემსახურება, არ ვიცი, წაიმტროვენ ცხვირს, ხო ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ის რომ ეს ადამიანები სამდემართლები არიან, პირველ რიგში თვითონ იციან, ამიტომ ხო, არ ვიცი, უნდა ვიბრძოლოთ და ამ ადამიანებს უნდა ვიბრძოლოთ პირველ რიგში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. ვეცდები რომ გაჩვენოთ ახლა რა ხდება ტერიტორიაზე. წრე უკვე შემოარტყეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და აქციის მონაწილეების ნაწილი ახლა გადადის გზაზე, შესაბამისად საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ხედავთ ამ ვითარებას კადრში ჯერჯერობით უცნობია, ისინი გაჩერდებიან თუ არა გზაზე და პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ თუ არა, რომ აქვე ადგილზე ასე სპონტანურად გადაკეტონ გზა და შეაჩერონ ავტომობილების მსვლელობა თუ გადავლენ უკვე ტერიტორიიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშით შემოგვიერთდა ამასობაში შეძახილები, რომელიც ისმის სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ისინი მოვიდნენ აქციაზე საპროტესტო შეძახილებით, დროშებით და მხარდამჭერი ბანერებით. როგორც ჩანს, ადამიანები გაჩერდნენ გზაზე და აპირებენ რომ გადაკეტონ ეს გზა, ეს არ იყო შეთანხმებული წინასწარ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებაა და გოტა ჭანტურიას ხედავ, მასაც გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. გოტა, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ და მინდა რომ გაგესაუბროთ. დღევანდელი დღე ნინო დათაშვილის სოლიდარობას ეძღვნება და სწორედ მის საკითხთან დაკავშირებით. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს პედაგოგი სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები? კი ბატონო, აი ჩვენც აქ რამდენიმე პედაგოგი ვართ მოსული სპეციალურად ნინო დათაშვილის სოლიდარობისთვის. განსაკუთრებულად სადისტური შემთხვევა არის, როდესაც რეჟიმი უკვე ფსიქიატრიას რთავს საქმეში და ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ნინოს ამ მხრივ რაიმე ტიპის დახმარება ჭირდება და თითქოს ისინი რაღაცა ზრუნვით უყურებენ ამ საკითხს. ეს არის რეალურად საბჭოთა გადმონაშთი და ამას ვებრძვით ჩვენ.
არავითარ შემთხვევაში აი რა ზღვარი არ გადალახა რეჟიმმა, მაგრამ ეს არის ის ზღვარი, რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ. მე მოუწოდებ ყველა მასწავლებელს, ნინო ქართული ენის მასწავლებელიც არის და სამოქალაქო განათლების და ყველას მოუწოდებ, რომ გამოვიდეთ, დავდგეთ ნინოს გვერდით, სხვა შემთხვევაში ამას არც მასწავლებლობა ქვია, არც მოქალაქეობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ გზა გადაკეტილია თავისუფლების მოედანზე. ახლა საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. მე დროებით დაგემშვიდობებით და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით.